Იუსტიციის მინისტრი თია წულკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლითაც უცხოელებისთვის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ფლობაზე მორატორიუმი გაუქმდა. მინისტრი საკუთარ ბლოგზე წერს, მორატორიუმი იმისთვის იყო შემოღებული, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაგვესრულებინა და შემოგვეღო წესები, რის მიხედვითაც უცხოელი თუ სერიოზული ინვესტორი შეძლებდა მიწის ყიდვას და დამუშავებას. ამ დროს კი ბათუმიდან შემოგვითვალეს, რომ არც ქართული მიწა გვაინტერესებს, არც ხნათესვა და არც სასურსათო უსაფრთხოება და ინვესტიციები. მორატორიუმი მოხდეს და ასე უწესებოდ დატოვეს ქვეყანა. ვინც ამ გადაწყვეტილებით შეშფოთს და გამხნევდეს, ამ თვეში შევიტანთ პარლამენტში დასამტკიცებლად რეგულაციებზე დაცული იქნება ქართული მიწა და უცხოელი ინვესტორის ინტერესით, წერს თავის ბლოგში თია წულკიანი. შეგახსენებთ, 24 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნო პარლამენტის მორატორიუმი, რომელიც უცხოელებზე მიწის მიყიდვას ზღუდავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბათუმში აქციებიც მოჰყვა.